20-ი პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალი თბილისი. თბილისის რა უბნებს მოიცავს ახალი პროექტი, რა სამუშაოები ჩატარდება, გამოყოფილი 21 მილიონის ფარგლებში და როგორი იქნება ძველი თბილისის განახლებული უბნები 2030-ის შეკითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია უპასუხობს. ბატონო დავით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწევთ. ბატონო დავით, როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი პროექტი ახალი თბილისი დედაქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას გულისხმობს, ასევე ცნობილია რომ შედგება რამდენიმე ეტაპისგან, მაგრამ ბუნებრივია საინტერესოა მეტი დეტალი რომ გითხრათ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ტურისტული მარშრუტის ერთი ნაწილია, ერთი მხრიდან მეორე მხრივ ეს არის აბსოლუტურად ისტორიული უბანი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით დატვირთული უბანი. ის 45 შენობა ნაგებობა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში განახლდება 2016 წელს, მათგან ანუ 45 სახლიდან 38 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამიტომაც ერთის მხრივ ეს ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას, მათ რეაბილიტაციას და შესაბამისად შენარჩუნდება ისინი, ბევრი მათგანი გრევის პირას არის წლების განმავლობაში მიუხედავობის გამო. მეორე მხრივ აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასი გაიზრდება, რაც კომერციული თვალსაზრისით უფრო საინტერესოა და შესაბამისად მეტ შემოსავლებს მოუტანს მათ მესაკუთრეებს, მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხება დღეს არსებული საკმაოდ ეს თქვათ შეუხედავი და მოუწესრიგებლის ნაცვლად აბსოლუტურად მოწესრიგებული და გალამაზებული უბანი. ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ რომ არა მხოლოდ აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილი გაგვიახლებინა, ანუ ეს არის მარჯანიშვილის მოედნიდან ზაბროკენის მოედნამდე, არამედ მოვიცავით ასევე ხიდი, მშრალი ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ვინაიდან ორი დიდი რეკრეაციული ტერიტორია გვაქვს, ეს არის ერთის მხრივ 9 მარტის სახელობის ბაღი და მეორე მხრივ ეს არის დედაენის ბაღი. ამ ორი ბაღის განახლება მოხდება, შესაბამისად ისინი ერთმანეთს დაუკავშირდება ასევე მიწისქვეშა გადასასვლელი გალერეით და მოხდება იქ ასევე სავაჭრო დახლების გაკეთება და ამ ტერიტორიის მოწესრიგებაც. რითაც ტურისტები და ვიზიტორები, რომლებიც ძირითადად მდინარის აქეთა ნაპირზე არიან, მარჯვენა ნაპირზე და შესაბამისად არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და სხვადასხვა სანახაობებს, ასე ვთქვათ, ათვალიერებენ, ისინი მდინარის მეორე ნაპირზეც გადაერთვებიან და შესაბამისად ნახავენ არანაკლებ მნიშვნელოვან ტერიტორიებს. დღეს თბილისი მდინარე მტკვარს გაყოფილია ორ ნაწილად, შესაბამისად ბევრს გონია რომ მტკვრის აქეთა მხარე, რომელიც უფრო მეტად არის მოწესრიგებული, არის უფრო მდიდარი სინამდვილეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაოდენობრივი თვალსაზრისით მტკვრის მეორე მხარეს არის, ანუ მარცხენა სანაპიროზე, შესაბამისად იქითაც მნიშვნელოვანია ამ ძეგლების განახლება, ერთის მხრივ შენარჩუნებისთვის და მეორე მხრივ იმ დადებითი ეფექტების მისაღებად, რომელზეც მე ვისაუბრე. ამიტომაც ჩვენ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, რაც დაახლოებით 21 მილიონ ლარს მოიცავს, დაგვეგმით საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, მზად არის შესაბამისი პროექტები და დღეიდან უკვე დაიწყო რეაბილიტაციის სამუშაოები. 21 მილიონი ლარი იქნება საკმარისი. ამ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად ეს საკმარისი იქნება, ხოლო მომდევნო წლებში გაგრძელდება ასევე ეს არის პირველი ეტაპი, ახალი თბილისის პროექტის პირველი ეტაპი, რომელსაც მეორე და მესამე ეტაპიც ექნება, ანუ შემდგომი გაგრძელებები იქნება იმ რეკრეაციული სივრცეების, ასე ვთქვათ, გახსნა, რომელიც თავის დროზე იყო ამ უბანში გაკეთებული და რომელიც ეზოებიდან გადადიოდა ერთმანეთში, რაც ძალიან საინტერესო იქნება ერთის მხრივ რეკრეაციული სივრცეების დამატებით განვითარების თვალსაზრისით და მეორე მხრივ მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საფეხმავლო ნაწილი განვითარდეს უფრო მეტად, რაც მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია და ტურისტებისთვისაც მნიშვნელოვანია. ბატონო დავით, სამშენებლო კომპანიები. რომელი სამშენებლო კომპანიები შეასრულებენ სამუშაოებს და საინტერესოა როგორ მოხდა მათი შერჩევა. ამას იქნა გამომდინარე გეკითხებთ, რომ დღეს როცა ეს პრეზენტაცია დასრულდა, შემდეგ გავრცელდა უკვე ინფორმაცია, რომ ანალოგიურად შერჩეულია ისევ სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც გიგი უგლავას მერობის პირობებში და პერიოდში განახორციელეს აღმაშენებლის რეაბილიტაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, და რომელთა მიმართაც იმ პერიოდშიც
და მას შემდეგაც გარკვეული პრეტენზიები და კრიტიკა მუდმივად ისმოდა. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას? სამშენებლო კომპანიები შეერჩა გამჭვირვალე შესაძლებლობის სააგენტოს ვებგვერდზე ჩვენ განვათავსეთ პროექტები და შესაბამისად გავაკეთეთ ფასთა გამოკითხვა, ამიტომაც ფასთა გამოკითხვის მეთოდით შეერჩნენ კომპანიები, რასაკვირველია კომპანიების გამოცდილება იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ მქონდა ჩადებული იმისათვის, რომ გამოცდილი კომპანიებისთვის მიგვენდოს საქმე. ეს არის საკმაოდ სკრუპულოზურად გასაკეთებელი საქმე, ვინაიდან საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე, მათ განახლებაზე, ამიტომაც გამოუცდელი მას ვერ გააკეთებ. ჩვეულებრივი მშენებელი კომპანია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, თუ მას არ ყავს ესეთი კვალიფიციური კადრები, რომელთაც ამ დაგვარძეგლებზე მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ, ის ამ საქმეს ვერ გააკეთებს. ამიტომ გამოცდილება იყო ერთი მოთხოვნა და რასაკვირველია ფასი არის მეორე, რომელიც ასე ვთქვათ ამ შერჩევის დროს ღებულობდა პროცესში მონაწილეობას. პროცესები აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალე ჩატარდა, ორი კომპანია შეერჩა და შესაბამისად ჩვენ დავყავით ორ მონაკვეთად შესასრულებელი სამუშაოები. მარჯანიშვილის მოედნიდან ფოსტის ტერიტორიამდე ერთი სამშენებლო კომპანია განახორციელებს სამუშაოებს, შემდგომ ნაწილში განახორციელებს მეორე კომპანია, ეს არის კომპანია ინსი და კომპანია დაგი, რომელიც რა თქმა უნდა წლების განმავლობაში მუშაობდნენ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, იგივე თქვა ჩემი მინისტრობის დროს კომპანია დაგი რეგიონებშიც მუშაობდა და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტებს ახორციელებდა მანამდეც, ახლაც და მომავალშიც ალბათ გააგრძელებენ ეს კომპანიები ამ საქმის გაკეთებას. კომპანიებს წარმატებენ 400-ზე მეტმა ადამიანმა უნდა იმუშაოს ერთდროულად და ჯამში ამ პროექტის განხორციელებაში 800 ადამიანი დასაქმდება და ამ კომპანიებს ყავთ სწორედ ეს გამოცდილი პერსონალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებას მოვადუნებთ ყოველდღიურ რეჟიმში კომპანიებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით არ მივცემთ მოსვენების საშუალებას და დაძინების საშუალებას. ეს საქმე არის წლის ბოლომდე გასაკეთებელი და წლის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ ჩვენს თანახმოვანებს განახლებული უბანი, როგორც ჩვენ დღეს დავპერდით, ამიტომაც ძალიან აქტიური და ყოველდღიური მონიტორინგი განხორციელდება სამუშაოებზე და იმ კომპანიების საქმიანობებზე, რომლებიც ახორციელებენ აღდგენის სამუშაოებს. ბატონო დავით, როგორც ანიმაციაში ჩანს, ძველ თბილისში სადაც დღეს ტრანსპორტის მოძრაობა არის დასაშვები, სამომავლოდ რეკონსტრუქციის შემდეგ იქნება საფეხმავლო გზა. შესწავლილია ეს საკითხი არ არის ამ ეტაპზე შესწავლილი, ანუ რა ვითარება, მაინტერესებს საცობების თვალსაზრისით, თქვათ, ხომ არ გართულდება მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება? სატრანსპორტო საკითხებზე ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან, რამდენიმე შეხვედრა და განხილვა გქონდა ამ საკითხის და გარკვეული ეს თქვათ მიკრომოდელი მომზადდა კიდეც. დათვლილია ის მანქანების რაოდენობა, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე, შესაბამისად ალტერნატიულად მათი გადაართვის სქემები ასევე მომზადებული და შეთანხმებულია საპატრულო პოლიციასთან. მშენებლობის პროცესში აუცილებლად გადაიკეტება აღნიშნული ტერიტორია და უკვე გადაიკეტა კიდევაც, ამიტომ ავტომანქანები უკვე გადაერთვნენ პარალელურ ქუჩებზე და მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების გავლით მოძრაობენ ისინი, ამიტომ ჩვენ მშენებლობის პროცესშიც დავაკვირდებით ავტომანქანების ნაკადების გადაადგილებას და თუ ის 1000 ავტომანქანა, რომელიც საშუალო დღე-ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა ამ ქუჩაზე, უპრობლემოდ გადაერთვება სხვა ალტერნატიულ მარშრუტებზე, ესეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თუ ჩვენ და ესეთ შემთხვევაში, ანუ თუ ნორმალურად გადაერთვება, მაშინ ერთი მონაკვეთის დაკეტვის გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს იქნება ფოსტის ტერიტორიიდან ზააბრუკენის მოედნამდე და იქ გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ღია კაფეები მოეწყობა და სხვა ესეთი საინტერესო რამ და დადებითი ეფექტი ექნება, რაც აქვს როგორც წესი ესეთ გადაკეტილ უბნებს. ანუ გაჩნდება დამატებით საფეხმავლო ზონა, რომლის საკმაოდ დიდი დეფიციტი გვაქვს ჩვენ ქალაქში. იმ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოხერხდება და მნიშვნელოვანი ასე თქვა საცობები გაჩნდება მიმდებარე ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში ჩვენ ვიფიქრებთ ავტომანქანების ნაკადის კიდევ უფრო სხვანაირად გადალაგების სქემაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არ დაგჭირდება. ნახოთ, პროექტის შესაბამისად 47 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რამდენადაც მედიისთვის გახდა ცნობილი. საინტერესოა, იგეგმება მხოლოდ
ფასადის შეცვლა თუ ეს იქნება გაცილებით მასშტაბური, ამას იქიდან გამომდინარე გეკითხებთ, რომ მაგათაც გახსენდება, ალბათ ყველას მათ შორის მეძღვნებრივია რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი, რა დროსაც ფასადები იყო არაჩვეულებრივ მდგომარეობაში, თუმცა შიდა მხრიდან იყო საკმაოდ მძიმე და სავალალო მდგომარეობა. პროექტში ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ აუცილებლად გამაგრდება კონსტრუქციულად ის ნაგებობები, რომლებიც არის ავარიული. არის ერთი სახლი, ერთი ეზო, სადაც პრაქტიკულად დანგრეულია და შესაბამისად ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ასევე მოწესრიგდება ფასადები, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დაზიანებულმა მიწისქვეშა კომუნიკაციებმა შემდგომ წლებში შეიძლება ძალიან მალევე გამოიყვანოს მწყობრიდან ის შენობა-ნაგებობები, რომელსაც ჩვენ აღვადგენთ ამ პროცესში, ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ წყლის კომუნიკაცია, გაზის კომუნიკაცია, ელექტროენერგია, ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვლება. გარდა ამისა, არის რამდენიმე საინტერესო ტერიტორია და ეზო, რომელიც დამატებით გამწვანდება, სადაც არის სივრცე და შესაბამისად ეს იქნება ძალიან კარგი ადგილები ღია კაფეების მოსაწყობად, ასე რომ უფრო მეტად კომპლექსური იქნება, რა თქმა უნდა, მიდგომა და პროექტები ასეც არის მომზადებული. ბატონ დავით, გამწვანება ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი თბილისელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. იგეგმება თუ არა ხეების მოჭრა? ხეების მოჭრა კონკრეტულად ამ პროექტის განხორციელების დროს დაგეგმილი არ არის, იმიტომ რომ ეს პროექტი მოიცავს კონკრეტულად უკვე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენას, რესტავრაციას, განახლებას და ასე შემდეგ, ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხეები დგას და ასე ვთქვათ, იქ რაღაცა უნდა აშენდეს, ესეთი რამ დაგეგმილი არ არის. პირიქით ჩვენ დამატებით დავრგავთ ხეებს, სადაც კი იქნება შესაბამისი სივრცე. კიდევ ერთი დეტალი, პრეზენტაციის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროექტი, ეს კონკრეტული პროექტი განახლებული თბილისი დაიხაზა დაახლოებით 6 წლის წინ. შესაბამება თუ არა რეალობას ეს ინფორმაცია? არა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დაუკვეთეთ კომპანიას. რომელ კომპანია შეგიძლიათ? ეს არის სტუდია 21 და ჩართული იყო ასევე კომპანია Geographic-ი და მათმა სპეციალისტებმა მოამზადეს კონკრეტულად ჩვენი დაკვეთით ეს პროექტები. სახურავი. ასევე საინტერესო როგორი გადახურვის იქნება, ანუ იქნება ერთი ფერის, ერთი ფორმის, როგორ განხორციელდება? პროექტების მიხედვით, რა თქმა უნდა, აქ არის სახურავები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიცვალოს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძირითადად იქნება ერთი და იგივე მიდგომა. იმ ვიდეო ფაილში, რომელიც გავრცელდა და რენდერები პროექტის შესაბამისად იქ ჩანს, რა თქმა უნდა, რომ ამ თვალსაზრისით იქნება ერთიანი მიდგომა, იმიტომ რომ სახურავები ძალიან ბევრი თვალსაზრისით და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე ითვლება იერსახის შემადგენელ ნაწილად, ამიტომ აუცილებლად იქნება მათი მოწესრიგების სამუშაო. სწორედ აქედან გამომდინარე კითხეთ მეც. სარეკრეაციო ზონა, პარკები, ასევე და სკვერების გაჩენაზეც არის, გაშენებაზეც არის ამ შემთხვევაში პროექტში საუბარი, თუმცა რუკაზე ჩანს, რომ იმ ადგილას არის შენობები. ამ მიმართულებით თქვათ როგორი მუშაობთ? არც ერთი შენობა არ ინგრევა, დამატებითი ცარიელი სივრცეები, რომელიც არის ცალკეული ეზოების ტერიტორიაზე ან მომიჯნავე ტერიტორიაზე, საუბარია ამ ტერიტორიების ათვისებაზე. რეკრეაციასთან დაკავშირებით ძირითადი და დამატებითი სამუშაოები იქნება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკებში, ანუ 9 მარტის და დედაენის ბაღში და შესაბამისად იქ მოხდება დამატებით გამწვანების კომპონენტის შემოტანა, ისევე როგორც ამ პარკებში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს ორი პარკი ერთმანეთს დაუკავშირდება. დღეს თუ კიდეებზე არ ავედით და მთავარი გზა არ გადავჭერით ფეხით, ისე ამ ორ პარკ შორის კავშირი ფეხით მოსიარულეებისთვის არ არსებობს, ამიტომ იქ მიწისქვეშა გვირაბის გაყვანა მოხდება და შესაბამისად გალერეული ტიპის გვირაბი გაკეთდება, რაც საშუალებას მისცემს ტურისტებს, მოქალაქეებს დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ და საკმაოდ საინტერესო კონცეფცია გალერეისა შემოთავაზებული, ისევე როგორც გაკეთდება დახლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ ტრადიციულად სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდიან. და კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი ამ კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ ბატონო დავით, დაპატიმრებულია ზაჰესის ხიდის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი, საუბარია რომ მან დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი მიითვისა. საინტერესოა როგორ მოხდა თქვათ ისე რომ
თუ რა თქმა უნდა ეს ფაქტი დადასტურდა. კომპანიამ დაკისრებული მოვალეობა ფაქტობრივად არ შეასრულა და ამავდროულად გაფლანგულია 1.5 მილიონ ლარი. მონიტორინგი ხორციელდება თუ არ ხორციელდება ამ მიმართულებით? რასაკვირველია, მონიტორინგი ხორციელდებოდა კომპანიის საქმიანობაზე. კომპანიამ დაიწყო სადემონტაჟო სამუშაოები ხიდზე, მას შემდეგ რაც ჩვენგან საბანკო გარანტიის საფუძველზე წაიღო საავანსო თანხა. იქ იყო ორი სახიდე გადასასვლელი, მეორე შედარებით უფრო პატარა სახიდე გადასასვლელზე დაიწყო კიდეც აღდგენითი სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის სამუშაოები, თუმცა ამ კომპანიას გარდა ზაჰესის ხიდისა რეგიონებში ჰქონდა ასევე მოგებული სხვა ტენდერებიც, ამიტომ როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, თანხების სხვადასხვა პროექტებზე მიმართვას ახდენდა, ანუ ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდის თამაშს ჰქონდა ადგილი, საიდან გამომდინარეც ვერ მოახერხა თბილისის მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესრულება. მე პირადადაც ხშირად ვატარებ მონიტორინგს და ვიყავი კიდეც ადგილზე ორჯერ, როცა არ მომეწონა სამუშაოების ტემპი, კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, რომელიც ამჟამად არის დაკავებული, მქონდა ადგილზე განხილვა, გადავამოწმე კიდეც, მას ჰქონდა თუ არა შეკვეთილი ხიდის მოწყობილობები, რაც უნდა ჩამოეტანა და დაემონტაჟებინა რუსთავის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, მეტალურგიულ კომპანიასთან. დავწუნდი რა იმაში, რომ მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა გეგმა გრაფიკს და შესაბამისად ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მივიღეთ გადაწყვეტილება მასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. კონტრაქტი მასთან გაწყდა თბილისის მერიის მხრიდან და გამოცხადდა ხელახალი ტენდერი. ახლა იქ სამუშაოები მიმდინარეობს სხვა კომპანიის მხრიდან, მაგრამ ვინაიდან კომპანიას და მის ხელმძღვანელს ჰქონდა მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორც ჩანს, სხვა პროექტებთან მიმართებაშიც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან მოხდა მისი დაკავება. ან თქვენი საუბნა გამომდინარე კომპანიებზე მონიტორინგი გაგრძელდება. კომპანიებზე მონიტორინგი გაგრძელდება და ვიქნებით კიდევ უფრო მეტად მკაცრები, ვიდრე აქამდე ვიყავით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა პროექტი, რასაც ვიწყებთ, დროულად ჩავაბაროთ ჩვენს თანახმოვანებს. ერთადერთი ხიდების თვალსაზრისით პრობლემური იყო ეს ხიდი, გზების თვალსაზრისით გახსოვთ იყო პრობლემური ერთ-ერთ კომპანიასთან ურთიერთობა, რომელიც ამ ეტაპისთვის არის აღმოფხვრილი, ხიდსაც დავაწევთ და ვარაუდობთ, რომ ზაფხულისთვის ეს ხიდიც გაიხსნა. სხვა თვალსაზრისით კომპანიები ნორმალურად მიყვებიან გეგმა გრაფიკებს, ახალი კომპანიები კონტრაქტდება ამ ეტაპზე ახალი წლის შემდეგ, 2016 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე, რადგან ჩატარდა ტენდერები, ასე რომ ჩვენ ხელშეკრულებებში პირობები წელს კიდევ უფრო მეტად გავამკაცრეთ, ვიდრე ადრე იყო. საგარანტიო ვადაგზების შემთხვევაში არის მინიმუმ 3 წელი, როცა ჩვენი წინამორბედების მიერ 1 წლიანი გარანტია იდებოდა გზების ხარისხთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ორჯერ ზედიზედ მონიტორინგის დროს გეგმა გრაფიკის ჩამორჩენის შემთხვევაში წყდება კომპანიასთან კონტრაქტი. ძალიან მოკლედ მითხარით, თბილისის გზებს როდის ეშველება? თბილისის ზამთრის განმავლობაში დაზიანებული გზების აღდგენის სამუშაოები უკვე დავიწყეთ 2 დღის წინ. დაკონტრაქტებულია 3 კომპანია, მტკვრის მარჯვენა მარცხენა სანაპირო და შემოგარენი. ჯამში 5 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია ამ 3 კომპანიის შემთხვევაში გზების ორმოული შეკეთების სამუშაოები. გააძლიეროთ მონიტორინგი ამ მიმართულებით, რადგან რეაბილიტირებული გზებზეც საკმაოდ ხშირად იგივე კორექტორების ადგილას არის ხოლმე ორმოები, დატოვებული ორმოები. ეს ზოგიერთ შემთხვევაში არის კერძო კომპანიების, ასე ვთქვათ, სერვისის მიწოდებელი კერძო კომპანიების საკითხიც, მაგალითად წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებში, როცა ხშირად ზიანდება წყლის მოძველებული სისტემა, იქ აუცილებელი ხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება და შემდეგ ახდენენ ეს კომპანიები გზის საფარის განახლებას, ამიტომაც ზოგიერთ შემთხვევაში ეს ამითაც არის გამოწვეული. კონტროლი და მონიტორინგი წელს იქნება კიდევ უფრო მეტად მკაცრი. მე პირადად კვირაში მინიმუმ 2 დღე მაინც ვარ მონიტორინგზე მთელი ქალაქის მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა. შესაბამისი სამსახურები, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მადლობთ და იმედი მაქვს ხელშესახების შედეგიც იქნება და თვალსაჩინო რაც თავარია. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს დავით ნარმანია პასუხობდა. ასეთი იყო 5 თებერვლის 2030 ჩვენს ეთერში გასული რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ 2030-ის ოფიციალურ გვერდზე 2030.news. მე მაკაცინცაძე ვარ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით დროებით.